პირდაპირ ინტელექტუალ წვაში გადავდივართ. კი ბატონო, მოსწავლეების წინააღმდეგ თამაშობს. ხაშურის მეწარმე ქალგაერთიანების არჩევნებში დამკვირვებელ ქალთა რეკრუტირების ზუგდიდის ფილიალის მენეჯერი მანქურთი სამუშია. კარგია. სამართლიანობისაც ჩვენ დააღვნიშნოთ რომ დღეშიო. დღეშიო, ხო, დღეშიო, ხო. არის თამაში. არასწორი ფორმულირება. მერცხალის ხელმძღვანელი ახთა. ახთა. შკარად პრესამსახურს უფრო მეტი რა ქვია, ჩაუქობა მარცებს. ნიუსის წერისას. ამ თემაზე კითხვას რაც შეეხება გვაქვს შავი ყუთი ვაუ! ეხლა მივხვდი იმա რატო თქვა გადაცემაში, გაიგე? აქ ზატო, აქ კარგად იქცევა. ესენი არიან მოწინავე თავისუფალი ადამიანები. თავისუფალია ძალიან სერიოზული მსჯელობის თემა. მაგას ვერ არჩევენ, მამდონემდე ვერ მიდიან. განსხვავებული. თავისუფალი რა იცის ახლა ემანო აკელა ჩავლეშვილი, მაგრამ რა იცის ახლა ადამიანი თავისუფალი, მისგან განსხვავდება და უკვე თავისივე სეტერივით იძაგრება. აქ მინიმუმ აქ დავამთავროთ უკეთესია. გამარჯობათ, ეს სტუდია ანტიბიოტიკია. დღეს ვიწყებთ ახალ თამაშს მედალადო. ეს იქნება ნახევრად ინტელექტუალური თამაში, რასა და ჩვენი ორეული ეცდება რომ ფრიად ჩამჭრელ კითხვებს უპასუხოს. რაც შეეხება წესებს, ჩვენ კიდე ერთი მონაწილე გვყავს ამ თამაშის, უბრალოდ ხალხის წარმომადგენელი, ბატონი ხმა. მოგესალმებით მეგობრებო. მიხარია რომ ახთა თქვენი დიდი ხნის ნატრა და სიხარული წარმოგიდგენთ ნახევრად ინტელექტუალური თამაში, რასაც რაც შეეხება თამაშის წესებს, გაგაცნობთ მოკლედ. ესე იგი, ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობს პროდასავლურ მოაზროვნეთა ორეული და პროპაგანდის მსხვერპლ მოქალაქეთა ხუთეული, იმიტომ რომ ხუთი კითხვა გვაქვს. კითხვების შერჩევა ხდება შემდეგნაირად, რომ მაგიდასთან ხტომი მოაზროვნეები ისარს ესვრიან დარცის დაფას და შესაბამისი ციფრის შესაბამის კონვერტს გახსნიან. კონვერტში მოთავსებულია აქტუალური ნიუსი გასული კვირის, რომელსაც მოთამაშე, რომელიც დარც ისვრის და გახსნის, წაუკითხავს მეორე მოთამაშეს და შემდეგ მათ შორის ამ ამბავზე მიდის მსჯელობა და ანალიზი, რომლის დროსაც კითხვაც დაახლოებით ახლოს იქნება ამ. ხო, რომლის დროსაც მე გავაკონტროლებ. ამ მსჯელობის შემდეგ მოაზროვნეებს დაესმებათ შესაბამისი კითხვები, რომლებიც მათ უნდა გამოიცნონ. და მეგობრებო, წარმოგიდგენთ მოაზროვნეთა ორეულს, ჟურნალისტი და გურიის მოამბეს დამფუძნებელი ბატონი ვლადიმერ მენაბდე და ფინანსისტი და სამოქალაქო აქტივისტი ოთარ ევიშვილი. ეხლა რაც შეეხება თამაშს, ამაზე მომზადებული გვაქვს შესაბამისი კითხვები სარედაქციო ჯგუფის მიერ, მაგრამ ვიდრე ამაზე გადავალთ, გადაცემის მზადების პროცესი როდესაც დასრულდა, ჰოის აუცრებავდა BBC-მ აღმოაჩინა, რომ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ რეჟიმის მიერ გამოყენებული იქნა მომწამლელი ნივთიერება. რამდენიმე სიტყვით ამასაც რო შევეხოთ, იმიტომ რომ ეს ნიუსი ჩვენ ამ ამბავში შეტანილი არ გქონდა და გახსნის ამას გვერდს ვერ აუვლით, ამიტომ მოკლედ შეგიძლიათ შეაჯამოთ და შემდეგ გადავიდეთ თამაშზე. როცა უყურე მე ფილმს, ეხლა სერიოზულად გავცემ ამ კითხვას პასუხს, იმიტომ რომ აქ შეუძლებელია რაღაცა სარკასტული ვიყო ან რაღაცა იუმორისტული, იმიტომ რომ რეალურად არსებობს BBC-ს ფილმს თუ უყურებ, ესე იგი დასაბუთებული ვარაუდის მაღალი სტანდარტით იკვეთება ის, რომ საკუთარ მოქალაქეების წინააღმდეგ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გამოიყენა ქიმიური იარაღი. რაც არ ვიცი ეხლა პარალელები როცა ესეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, ეს იყო მხოლოდ 9 აპრილს, როდესაც რუსულ ისტორიაში იშვიათობა. ხო, რუსულმა დამპყრობელმა გამოიყენა გაზი. ეს არაფერი ამასთან შედარებით. ხო, და ეს მართლაც არ ვიცი, ალბათ საერთაშორისო გამოძიება დაინტერესდება ამ საკითხით და შესაბამისად ჩვენ ვერაფერს ვერ გამოვიძიებთ. ხო, შესაბამისად, ხო, ახლა ადგილობრივ საგამოძიებო უწყებების იმედი ნამდვილად არ მაქვს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხით დაინტერესდება და შესაბამის გამოძიებას დაიწყება, იმიტომ რომ ეს არის მართლა რავი, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ტოლფასი არის, როცა ადამიანებს წინააღმდეგ იყენებ ქიმიურ იარაღს. რაც აკრძალულია ზოგადად. საინტერესოა ხო ეგ პრინციპში იმედის მაყურებელი რო ითქვის BBC-ზე რომ
ეს ერთად ისეთი თემა არის, რომ ძალიან შორს აგვიღებს. კი. მოკლედ წერტილი რო დაუსვათ ამას, შეიძლება მოკლედ ითქვას, რომ ჩვენ როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით გავხდით მოწამლულები. კი. და მოწამლულების თაობა ვართ. კი ბატონო, გითხრათ. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ საერთოდ ისტორიაში იშვიათი ასეთი რაღაცა ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ერთი ლიდი მახსენდება BBC-ს, როცა იემენში ოპოზიციამ ხელისუფლებას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, რაც ასე დაიწყო და ძალიან შოკირებული ვიყავი, რომ ოპოზიციამ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ზალპი ხელისუფლებას და რაღაცა ამდაგვარი გვაკლია ახლა თუ გვესვლიან ახლა ჰაიმარსები მაგათ არ ეკნება და ატაკამსები, მაგრამ შეიძლება ერთ დროს არტილერიაც გამოიყენონ, თუმცა ეს არის ძალიან მძიმე რამ, ყველაზე უარესი, რაც კი შეიძლება ვინმეს ოდესმე ეკნას და ასოცირდებიან სადამ ჰუსეინთან, ბაშარ ასადთან. თუმცა სადამ ჰუსეინსა და ბაშარ ასადზე უფრო მკაცრი და უფრო სასტიკი და უფრო არა ადამიანური არის ეს, იმიტომ რომ მათ წინააღმდეგობა ჰქონდათ შეიარაღებული და ამათ მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგობა ხო, კიდევ ხო მაღალი სტანდარტის დასაბუთებული ვარაუდი არსებობს ამის შესახებ და ეს ფილმი ზუსტად მაგას ეძღვნება და მე იმედი მაქვს რომ საერთაშორისო გამოძიება ამით დაინტერესდება. საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ და ვარაუდები არაერთხელ და პრინციპში ჩვენთვის ნათელია ისედაც რა გვჭირდა და რატომ გვჭირდა. ეხლა რომ გადავიდეთ თამაშზე ბატო და მინდა იწყებს ესე თქვა დარცის სროლას, მოკლედ შენ აირჩია, აქეთ ამხარე გინდა თუ აქეთა გერბი. გენდობი თქვენ, მაგრამ აირჩიეთ. გერბი იყოს შენ. კარგით. მე ვიწყებ. ვიდრე ოთარი ამ სროლას განახორციელებს, ერთი წესი გვაქვს კიდე მთავარი, რომელიც წეღან გამორჩა და ეხლა შეგახსენებს, მე მაქვს ზარის ღილაკი. და როდესაც ამის დროს ვაკონტროლებ მე, მოკლედ და როდესაც ამის ხმა გაისმება, მოაზროვნეები წყვეტენ ყოველგვარ მსჯელობას, კამას და აზრების გამოთქმას, ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ და ბატონო ოთარ ვახორციელებ პირველი გასროლა. პირველი გასროლა. ეს არის 7. ნომერი 7. ესე იგი ნომერი 7-ის ნიუსი უნდა წავიკითხო ეხლა მე. ქვეყნისთვის ყველაზე საშიშია არასაკმარისად და უხარისხოდ განათლებული საზოგადოება, რომელიც იოლად ექვემდებარება მანიპულაციას, გარეჩარებებს, განაცხადა ბატონმა ირაკლი კობახიძემ. რა აზრის ხარ ამაზე ბატონ ვლადიმერ? ესე იგი სულზე მიუსრო ამ განცხადებას დღეს განათლების სამინისტროს ინიციატივამ, რომ სკოლებში დღეს ამას იქით, მხოლოდ ის სიგნების სწავლება, რომელსაც გადაწყვეტს განათლების სამინისტრო. რომელსაც დაწერს ხოცები. რომელსაც დაწერენ თვითონვე. და აქ მე არ ვიცი ახლა რეგლამენტში რამდენად ჯდები, მაგრამ ჩემს საყვარელ თემას უბრუნდები, მეფის რუსეთის დროს იყო ასეთი ჟანდარმერიის შეფი ნიკოლაევში, თანამედროვე უკრაინა, დუბელტი, რომელმაც წამოაყენა დოქტრინა. განათლება არის წამალი, რომელსაც გთავაზობს სახელმწიფო, მიიღებ იმ დოზით, რა დოზითაც სახელმწიფო გთავაზობს, განათლებული იქნები. ნაკლებს მიიღებ, გაუნათლებელი დარჩები და თუ იმაზე მეტ განათლებას მიიღებ, რასაც სახელმწიფო გთავაზობს, მოიწამლები. ჩვენ ვართ გადატანითი მნიშვნელობითაც მოწამლულები ვართ. ამე ისეთ ეტაპზე შევდივართ ახლა და აი მოწამლულების თაობა ვართ რა, იმიტომ რომ შეუძლებელია სახელმწიფო აკონტროლებს იმას, ვინც რაც აიკითხოს და შეუძლებელია კონკურენციის გარეშე რა პრინციპით შემოვიდა ჩვენ. მე მგონია რომ საერთოდ განათლების რეფორმა დაიწყეს ამათო ცოტა ადრე რა. როგორც კი წამოაყენეს ყავენაშვილი პრეზიდენტად რა. სამე მაგალითად შვედეთში ვსწავლობდი, ძალიან გამარკვევა ტოლვილების დიდმა ოდენობამ. თუ არ ვცდები 9 მილიონი იყო მოსახლეობა და აქედან 3 მილიონზე მეტი იყო ტოლვილი. ზოგადად მაშინ ბოსნია-ერცეგოვინა და პალესტინა იყო. და როცა ვესაუბრებოდი ადგილობრივ ექსპერტებს, ისინი მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ისეთი განათლების სისტემა გვაქვს, როცა არ აქვს მნიშვნელობა ბავშვს, მის წარმოშობას, ეთნიკურობას, როცა ეს ბავშვი ამთავრებს საჯარო დაწესებულებას, ის უკვე შვედეთის მოქალაქეა და მენტალობითაც არის შვედი. ამას აქვს უმნიშვნელოვანესი. ჩვენთან ხო მაგას ვიძახოდი. არა, ჩვენთან თავიდან ბოლომდე რუსულ ხალებში გვაქცევენ, პირიქით, ყველაფერია იქ ქართულის გარდა. კი. დაუშვათ წარსულზე ორიენტირებაც.
რა მაგარი ვიყავი და ამას ვკლავდით, იმას ვკლავდით და არასწორად ჩვენი ისტორიის მიწოდება. ძალიან ჩვენი უარყოფითი მხარეები და თქო დადებით როლში წარმოჩენაც, ესეც რუსული ნარატივია. ეს ფორმატი არ მოგცემს შესაძლებლობას, მაგრამ სომხურ გენოციდს, რომელიც თურქეთში მოხდა, დიდი ვარაუდით აღიარებული არა აქვს თურქეთს, მაგრამ ბევრს წინ უძღოდა დიდი რუსული პროპაგანდა. დიდი სომხეთის შესახებ. ყველაზე კარგად ინტეგრირებული საზოგადოება თურქეთში იყო სომხური თემი. და ამ თემში წარმატებით განახორციელებენ რუსებმა რუსული პროპაგანდით დიდი სომხეთის თეორიები, აღარ დავკონკრეტები რას მოხდა და ამას მოყვა ის რაც მოხდა. ანუ სისხლისღვრამდე მივიდა მასიურ სისხლისღვრამდე. ეს არის წარსულზე ორიენტირება მხოლოდ და მომავლისკენ არ გახედვა, რასაც ჩვენ სუფრის იდეოლოგია შეგვიძლია შევარკვათ, დავით აღმაშენებელს რომ ლოცავ და გვავიწყდება საერთოდ. კონკრეტულად რა გააკეთა ამ ადამიანმა. ასევე ილია გვავიწყდება ვინ მოგვიკლა. დაუშვა და იგივე შეიძლება ახლა დიმიტრი ყიფიანამდე ვერ მივდივართ და ამბროსი ხელაიამდე ვერ მივდივართ, მაგრამ რაღაცები მაინც ნებადართული რო არის და ამას რომ სუფრაზე ვაფეთიშებთ და სინამდვილეში არ ვიცით რომ ეს ყველაფერი კონკრეტული მაგალითებია, რომელი მაგალითებს არ გვაინტერესებს. აი ესეც რუსული პროპაგანდაა. შემდეგ ისროლა ვლადიმერის. სპორტსმენი. აჰა, ეს არის 5. 5 ეგ არის ისეთი კითხვა, რომელიც არის ნიუსის გარეშე. ანუ ნიუსი არ მოხს, ეს არის პირდაპირ კითხვა. ოკეი. პირდაპირ ინტელექტუალურ წვაში გადავდივართ. კი ბატონო, და ამ შემთხვევაში ნომერი 5 კითხვა და ამ შემთხვევაში მოაზროვნეების წინააღმდეგ თამაშობს ხაშურის მეწარმე ქალგაერთიანების არჩევნებში დამკვირვებელ ქალთა რეკრუტირების ზუგდიდის ფილიალის მენეჯერი მანქურთი სამუშია. კარგია. ბრავო. ყურადღება წარმოსახვითი მონიტორისკენ, იმიტომ რომ მონიტორი არ გვაქვს და უნდა წაგიკითხოთ ჩარლზ ბუკოვსკის ლექსი. აჰა. დღეს მატარებელში შევხვდი გენიოს. აჰა. დაახლოებით 6 წლისას ის იჯდა გვერდით და როდესაც მატარებელი ოკეანეს მიუახლოვდა, დაგზა განაგრძო ნაპირის გასწვრივ, მან შემომხედა და წარმოსქვა. ის ხომ ცოტაა. მაშინ პირველად დავფიქრდი ამაზე. დაახლოებით 35 წლის შემდეგ ჩვენც, ანუ იგულისხმება საქართველოს მოქალაქეები, შევხვდით გენიოს, ოღონდ არა მატარებელში, არამედ ქალაქ თბილისის საკრებულოში, რომელმაც სოციალურად დაუცველთა კვების დღიური ნორმის 1 ლარის და 18 თეთრის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე შემოუხედა და თქვა: სრულიად საკმარისია. ყურადღება. 1 წუთში დაასახელეთ ეს გენიოსი. სანამ დავასახელებთ მაგას, მე მგონი ეგ ეხა ვიცით ჩვენ ეგ ძალიან ახლობლად ჩვენია, ხო და საინტერესო გზა გავლო მაგ ადამიანმა და შენ უფრო კარგად გემახსოვრება, ეხა ცოტა უფროსი ხარ ჩემზე. პასუხისმგებლობას გაურბით ხო? არა, მე ეხა ვიცი რომ რაიკომიდან დაიწყო, მაგრამ რა გაიარა თელი გზა არ ვიცი. რაიკომი ვიცი და კონცეფტი ვარი ეგ ვიცი. სამმართველოში იყო პარტიის მდივანი და შემდეგ გახდა მესამე რაიკომის მესამე მდივანი. ხო. შემდეგ იყო თემურ ჯახვა იყო მაშინ ქალაქის მერიას ვეძახთით, მაგრამ რაღაც დაკავშირების დროს, ხო? ხო, რაღაც წარმონაქმნი იყო ქალაქში, სადაც მუშაობდა, მანამდე იყო ტელევიზიის ადგილობრივი ტელევიზიის მაღალჩინოსანი, თუ შეიძლება ასე ითქვას და შემდეგ გადაბაგდა თბილისში, იყო ვარკეთილში, ქართული ოცნება. ხო. და ძალიან ძნელი, გრძელი და ხმას რომ დავესაწყოთ, ოფლის მღვრელი გზა განვლო. მე მგონია რომ ეს პასუხი უნდა იყოს ორქულიანი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით? ეხლა მომაწოდენ ვიდეო, სადაც სოფელ ძიმითში არის ოზურგეთის რაიკომის გასვლითის ხდომა. ხო. და გამოდის სიტყვით მომხსენებელი 1988 წელია თუ 9. და მომხსენებელი გამოდის სიტყვით და სიტყვით ამბობს, რომ ჩვენ, ანუ კომუნისტები 1989 წელს. ხო. ჩვენ დღეს განსაკუთრებული შემართებით უნდა ვებრძოლოთ ბურჟუაზიის გადმონაშთებს, მენშევიკური მთავრობის
წარმოიდგინეთ 1921 წლის მენშევიკურ მთავრობას 1999 წელს ებრძოდნენ კომუნისტები ჯერ კიდევ და ეხლა ეხლა სულ რაღაც 15 წელიწადში თუ 13 წელიწადში თქვენ თხოვთ რომ ქართულ მოუცნებამ ნაციონალური ბრძოლას დაანებოს თავი ნუ ამ შეკითხვას ისე ვლადიმერი უპასუხებს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ისტორია მოყვა და მე ვითხოვ იმიდან, მაგრამ ვიცი არის, ორქულიანი უნდა იყოს ეს პასუხი, იმ ხელა ისტორია მოყევი. რა თქმა უნდა ვიცი. იგივე რამინა ბერიძე. და ეს სწორი პასუხია და აქვე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ქალბატონი რამინა ამტკიცებდა, რომ ლარი და 18 თეთრი საკმარისია დღეს საქართველოში ადამიანისთვის. ხო და რა ვიცი აბა იმ პირობებში როდესაც არა სამართლიანობისთვის კულტურის მინისტრს აქვს რამდენიმე 10,000-იანი ევროიანი ჩანთები მაგალითად სამართლიანობისაც ჩვენ უნდა აღვნიშნოთ რომ დღეშიო ხო მართალი ხა შემდეგი სვლა ჩემია ვლადიმერ ამა ნახოთ ეხა რა ნიუსი ამოვა აქ აჰა, 3, კი ბატონო. ეხლა შენი წაკითხვის დრო არის, კი არა და ჩემია, კაცო, შენ რო ესროლე ნიუსი არ ქონდა, ისევ ჩემი ჯერი დადგა და რა მხელა ნიუსია რა. ოზურგეთის მერის მოადგილეები ბექა ჭყიკვიშვილი, სოფიო რამიშვილი და საფეხბურთო კლუბ მერცხალის ხელმძღვანელი ლაშა ლექვინაძე ოზურგეთის მერცხალის და წყალტუბოს სამგურალი 2 საფეხბურთო მატჩს დაესწრო. რომელიც ანგარიშით 5-3 დასრულდა. რახან მერცხალი წერია, მერცხალმა მოიგო 5-3, ხო? ჩვენიერი ისე ერთიანი დაждდა. ერთიანი დაждდა, ხო? და აქ წარმოიდგინე, რა მაგარი ამბავია, რომ მერცხალის ხელმძღვანელი ესწრებოდა ამ თამაშსო და ეს იცი სადგან ნიუსს და ეგ ამბავი? ეს ანუ ეს ჩვენი მოგონილი კი არა ეს ნიუსი. ეს დაიდო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook გვერდზე. ხო, მაგრამ მერცხალის ხელმძღვანელი ესწრებოდა მერცხალის თამაშს. არასწორი ფორმულირება. მერცხალის ხელმძღვანელი ახტა. მერს და მოადგილეებს ახტა თამაში. თორე ისე არ მივიდოდა, ეგ არ ყოფილიყო ჩანსი არა. კი, ასეთი. თავარი მოადგილეები რო იყვნენ, მაგის წარმოჩენა მჭირდება ჩვენ. არა, აქ სწორი პოინტი დაიჭირა, ლადო, ეგ ახტა თორე ისე ახლა გადაცემაში ჩვენ ნეპოტიზმზე ვისაუბრეთ და კლასიკური ნიმუში არის რა, მასკარად პრესამსახურს უფრო მეტი რა ქვია, ჩაუქობა მართებს. ნიუსის წერისას. რომ რაღაცნაირად ეს უხერხული კითხვები არის, მაგრამ არ აინტერესებს. ნებისმიერ თანაშრომელს ყლებებს ლაიქს და მორჩა. მერე გადაითვლიან საკმარისია. წესით ეხა ნიუსი როგორ უნდა დაწერილიყო? ხო, ეხა შენ ჟურნალისტი ხარ, მაგრამ მეც რაღაცა, რა ვიცი, ბევრი ნიუსს წამეკითხა. ალბათ თავარი ნიუსი ის უნდა ყოფილიყო, რომ მერცხალმა გაიმარჯვა 5-3. ეს ცალკე ნიუსია. საერთოდ ნებისმიერი ქმედებისას თავარი ნიუსი არის რა ითქვა ან რა ქნა მერმა რომ მივიდა. თუ არა მერი რომ მივიდა ეს ნიუსი არ არის. ეს არის უსერიოზულესი პრობლემა არა მარტო პრესამსახურებში, არამედ ქართულ ჟურნალისტიკაშიც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თავარი არის რა თქვა კაცო ამ კაცმა რომ დაესწრო და 5-3 რომ დამთავრდა. თუ შეიძლება კომენტარი ჩამოვართვი რაღაცა და შეაფასებინე. გადაიხედოს უნდა ნიუსის წერის კულტურა, იმიტომ რომ აქ აუცილებელი ახლა პირველი რაც გაკლია არის ის რომ კი მაგრამ კაცო 90 წუთი კაცი იჯდა და რაცა ხომ თქვა. ხო და აქედან გამომდინარე, აქ თავარი გამორჩა მერიას რომ მერცხალმა ამ გამარჯვებით ადგილი შეინარჩუნა მეოთხე ლიგაში. ანუ ესეც მოხდა და ეს საერთოდ ნიუსი არ არის. ამან ამის დამწერმა უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა რომ მოადგილეები იყო და მერცხალის დირექტორი. ხო, მერცხალის დირექტორი რომ მივიდა თამაშზე და ის რომ მერცხალმა ამ გამარჯვებით ადგილი შეინარჩუნა თუნდაც მეოთხე ლიგაში. ხო, ეს არის ნომერ პირველი. ეგ მეორე აბზაცად არის რომ მეოთხე ლიგაში შეინარჩუნა. არის მეორე აბზაცი. მეორე აბზაცი. ხო, მაგრამ ძირითადად ნიუსი ანუ ამით უნდა დაწყებულიყო ალბათ, ხო? ამით ან კომენტარით. მერის კომენტარით უნდა დაწყებულიყო ეს ამბავი რა თქვა ან რა ქნა ამ მერმა. ხო, ან რა სპირდება. თორემ ასე ახლა შეიძლება ნახევარი ოზურგეთი მივიდა. ხო, არა რომ მივიდა ეს არის კატასტროფა, ამას რომ წერ რომ მივიდა და ვინ ახტა. რა შეგაინტერესებს ვინ ახტა? იქნება კიდევ ახტა ვინმე. კიდე არ იყო არავინ. ის ეხა ნიუსის მოვალეობა რა არის? შენ ამ საკითხზე კითხვები გაგიქრეს.
ხო და ეს ისეთი ნიუსია 30 კითხვა უცებ დაგებადება. ანუ და მოусმინოთ კითხვას. ხო, ნიუსმა კითხვები არ უნდა გააჩინოს, კითხვები უნდა მოხსნას. ანუ დაწურული უნდა იყოს მაქსიმალურად კი გეთახმები. და მაგალითად სოფიო რამიშვილი რატო ეკუთვნის თანამდებობრივად მერცხალზე და ხო და ახლა სოფიოსთვისაც პრობლემაა იქ რომ მივიდა, ხო? რამდენ გაჭირებულს დაეხმარებოდა 90 წუთის განმავლობაში. კი ბატონო და ამ თემაზე კითხვას რაც შეეხება გვაქვს შავი ყუთი ვაუ, ბრავო. ჩვენი ულამაზესი ასისტენტი შემოიტანს და დააგებს მოაზროვნების წინ მაგიდაზე. ვაუ. რა ცოტა მეორადია და აიწია. აბა ახლის საშუალებასა და ალბათ. მეგობრებო, როგორც ხედავ თქვენს წინ არც ველოდების სპონსორებს. ხო, ველოდების შავი მოსწავლე. ყუთიც არ არის, თლა შავი ყუთი, იმიტომ რომ მომცრო შავი ყუთი გვაქვს ჩვენ ამ შემთხვევაში და რაც შეეხება კითხვას. კითხვის ავტორია ყოფილი სპორტსმენი და არქის ინვესტორი გიორგი ალადაშვილი, რომელსაც მოგვაწოდა შემდეგის ტიპის კითხვა. გიორგი მამარდაშვილი, ხო? გიორგი ალადაშვილი, მამარდაშვილი ფეხბურთელი და არქის ინვესტორი არის. ხო, მაგითო ვიკითხე. აჰა, გასაგებია. ხო. კი ბატონო. მეგობრებო, შავ ყუთში დევს ნივთი, რომელიც ამართლებს ან განსაზღვრავს კონკრეტული ადამიანის ყოფნას კონკრეტულ ადგილზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან ერთად ოზურგეთის მერცხალისა და წყალტუბოს სამურალის მატჩს ასევე დაესწრო საფეხბურთო კლუბ მერცხალის ხელმძღვანელი ლაშა ლექვინაძე. ლოგიკურად დირექტორი თამაშზე ისედაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ პოსტის ავტორებმა ეს ფაქტი ისე მოგვაწოდეს, როგორც რაიმე განსაკუთრებული მოვლენა. შავ ყუთში დევს ის, რაც პოსტის ავტორებს, ანუ ამ განცხადების ავტორებს დაუდასტურებდა, რომ დირექტორის თამაშზე დასწრება არის ვალდებულებაც და არა კეთილი ნება. ყურადღება შეკითხვა. რა დევს შავ ყუთში? ბიჭო რა ჩაახუჭუჭა. ანუ ესე იგი ისეთი რამე დევსო, რომ პოსტის ავტორებს დაუდასტურებდათ, რომ ის იქ უნდა ყოფილიყო, ხო? ალბათ საფეხბურთო კლუბ ოზურგეთის მერცხალის წესდება. არ შინაგანა წესი. ო, კაი ვერსია, ეგ. всё, ეხლა გადავედით შემდეგ ვერსიებზე, ანუ როგორც ისინი თამაშობენ. ნამდვილი მოაზროვნე. არად შევჯექი და წესდებას არა. გავიტრუნები გისმენ. ხო, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. შეიძლება ხალსტუხია ჯარს. ხმას გავხედე და არ მოეწონა პასუხი, შეიძლება სწორი იყოს და იმით. შემიგედით ნოს სწორად მიდიხართ, მაგრამ მეტი სიჩაუფე გმართებ ბატონო. ხრვა, ოფლის ხრვა, ხო, აი არ შეინიშნება ჩვენი ჯერ და მაგითო რაღაცა ვერ გავიჭერით წინ. შეიძლება ჯას მაინცა წესდებასთან ახლოს თუ არის, შეიძლება კონტრაქტი ხო არა. ბრძანება. ბრძანება, ხელშეკრულება. ხო, მაგას ვიზახ, ბრძანება, რომ დაინიშნოს. მოდით რა, ასეთი რაღაცეები, მონათესავეები ჩავთვალოთ სწორ პასუხად. მეც მასე მგონია. წესდება, შინაგანა წესი, ბრძანება, ხელშეკრულება, ეს ერთი ტიპის რაღაცა არის რა. კი. მაგრამ პირველ თამაშზე იყო, იცი? ხო და პირველ თამაშზე ხა პირველ რაღაცებს ხო დალოცვა უნდა. ეგება ხანძია. აშკარად არა. ნუ არყის ხანძები როა პატარა. არ დალოცავდნენ? არა, როგორ არ დალოცავდნენ, მაგრამ ახლა რა ვიცი, კი ბატონო, შვენიერი ვერსიაა. არა, არ დალოცავდნენ, ვერ დალოცავდნენ. იმიტომ რომ ილიკო ჯერ გახსნილი არა რა. შეიძლება ბილეთი, ტოტალიზატორის ბილეთის შეყოს. ო, არა, ეგეც სუდი ვერსია. ხან ერთიანი ვახსენეთ? ერთიანი დაждდა ჰანდიკაპი. მეტი დაждდა და დარტყმები დაждდებოდა ქუეყნეს. ბიჭო, ვაფშე ნომერი ხო არ გკუთხურები კითხე რამდენი დაждდა. პრინციპში ხო, რავი, ამ შემთხვევაში უპასუხებ. ამ შემთხვევაში მე უპასუხებ ახან წინა. მინდა გითხრათ, რომ სწორმა ვერსიამ გაიშვერა, მაგრამ კითხვას, ანუ პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული. დავასაბუთებ, ოკეი, მე უპასუხებ თო წინას ლადო მოპასუხა. ბატონო ოთარ. დიახ, მაქვს რამდენიმე წამი ხომ აქვს რომ აუხსნა ეს ჩემი ვერსია. მოგეთ მე ბრძანებას ვიძახი და რატო აუხსნი? აი ხა იურიდიულ ნიუანსებში არ შევა. უბრალოდ სტრუქტურა ისეთია, ქოცური სტრუქტურა რა, რომ აი ბრძანება უფრო არის რა, რომ უბრძანებენ და რაღაცა ზემოდან მომავალი ერთპიროვნული მართლობა ის ეს იურიდიული ამბები რო გადავდა ჩვენს ყუთშიც ეტევა. ყუთშიც ლამაზად ესე დაედევოდა ჩაკეცილი და
ბრძანებლობის თემა არის რა, იმიტომ ერთი ბრძანებელი ყავთ ეხლა და მე მგონია რომ ბრძანებებით გადიან და არა შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით რა. თანაც საერთოდ ეს ხოცური სახელმწიფო ისეა მოწყობილი რომ ამ ვალდებულებას სინამდვილეში არა ავალდებული, მაგრამ ამ ვალდებულებას ჩაწერდნენ. ჩაწერილი იქნება კაცო. აბა რაღაცა ხო უნდა ხდეს მაგას. ხო ტრანსფერზე ასული თამაშის დროს. დანიშნვის დანება. ეს სწორი პასუხია, რადგან მერი მუნიციპალიტეტის ზემდგომა შეიძლება დაანებს როგორც ასე ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში არის ხელშეკრულება, მაგრამ ფინანსები სწორია და მოაზროვნეები დაწინაურდნენ. შრომითი ხელშეკრულება. ნეპოტიზმს რომ არ კონდეს ადგილი. შავი ხუთი გამოვიდა. შავი ხუთი გადავაშავოთ. შემდეგი სროლა. შემდეგი სროლა ვლადიმერისა. რა ფიშტო? ო შეგენას. 9. კი ბატონო. კი ბატონო. ნომერი 9. გავეცნოთ ნიუს. რომელი იმიდანაა ნეტა? 2025 წლის 28 ნოემბერს გადაცემაში სივრცე დიალოგისთვის, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა, საინტერესო განცხადება გაკეთდა. ხალხის ზალის წევრმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გელა ჩავლეშვილმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. კითხვა ეხებოდა იმას, იქონია თუ არა გავლენა უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება იმაზე, რომ ბიუჯეტის განხილვის პროცესში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები არ მონაწილეობდნენ. გელა ჩავლეშვილის თქმით, ნდობა ამ სექტორის მიმართ ისევ იგივე გვაქვს. კანონი გჭირდება. უბრალოდ მეტი გამჭვირვალობისთვის, რომ მოქალაქეების მხრიდან გამჭვირვალეთ იყოს დანახული, ამას ვამბობთ ჩვენ, თორემ დაფინანსება შევუზღუდეთ თუ რა, არაფერი. ესე იგი, პირველი რაც გავიგე. გამჭვირვალობის კანონი დროული და აუცილებელი იყო და ცოტა უფრო ადრეც რომ მიღებულიყო, უკეთესი იქნებოდა. გარდა ამისა, მან კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩის გელა ჩავლეშვილმა კაცო, გერმანიის ელჩის ფეხი ხომ არ დაუცდავ ნახოთ. გერმანიის ელჩი როცა კარგ საქმეებს აკეთებს, კარგია. და როცა მხარს უჭერს მომიტინგებს, არასწორია. აკ მინიმუმ აქ დავამთავროთ უკეთესია. ანუ ციტირება გადაცემიდან. ციტატის დასასრული. მაინც ეს აკ მინიმუმ შენ არ დაგიბატებია? მე მეგონა აი ოფლის ღრვა ამას ქვია. გამოიწვია შეკითხვა, ჟურნალისტის კითხვამ რო. იმიტომ ჟურნალისტი დაუკრეფავში გადავიდა. ეს შეთანხმებული არ იქნებოდა წინასწარ. ჩემი აზრი აქ ამოვწურდა და აკ მინიმუმ აქ გავჩერდეთ რა. აჰა, გასაგებია. მოკლედ ჩემთვის ახალი ამბავი ის არის, რომ ეს გელა ისევ ამ გარემარბად დაუნიშნავთ, მოკლედ წინა გადაცემას განვიხილავთ მაგას, ეს კარგი არის. ხო, რავი, აკ მინიმუმ ეს კარგი არის. რა შეიძლება რა ვიცი, ეხლა საკრებულოს წევრს თუ გადახედავს საკუთარ უფლებამოსილებებს, საგარეო პოლიტიკაში მაინც არ უნდა ერეოდეს, მაგრამ უსაზღვრო ამათი შესაძლებლობები. არა, ჟურნალისტი ეკითხება, რამდენად ღია იყო ფაქტიურად პროცესიო და ეს რას პასუხობს? პროცესის ღიაობას, ჩართულობას კი არ პასუხობს. ეს პასუხობს, რომ ისო აუცილებელი იყო ამ კანონის მიღებაო. ანუ და აქვე დაშტამპულია, რომ რაღაცნაირად რაღაც ხას მიყვება, ამას ახლა მესიჯს მისცემდა, მაგრამ სადღაც შეიძლება იყოს, არა, გოგლეში შეძრებოდა ექინე და ამას იზამდა და რაღაცა და და ჩაჩიც არ არის? შეიძლება, ახლა მეც მოლოდინები ხო და უცებ გამახსენდა რომ მე რა მაინტერესებს, იცი, ის გახსოვს 100,000 ლარი? საკრებულოს ამბავში რომ გაიტრუნა ზუზგოჩევი. ხო და რა ესწრებოდა ნეტა ეგ ორგანიზაცია მაგას? ამ შეხვედრაზე სურათი არის აშკარად ორი ადამიანია, ჟურნალისტი და ხალხი. არა, მე ვიძახი თვითონ საკრებულოზე რა. შინაარსობრივი ამბავი რა არის, ადრეო მახსოვს რომ იყვნენ ჩართულები ეს ორგანიზაციები და ახლა ამის შემთხვევაში არ აქტიურობენ. აჰა. ხო, ჩვენ ღია ვართ მაგას. კი, ნამდვილად, არ ვიცი. ხა რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე იმის გარდა რომ ხო, არ ვიცი, კაკა მინიმუმ პასუხი.
ზართულია ასეთ რაღაცების შეფასება რა. კარგი მეგობრებო, მაშინ გადავიდეთ კითხვაზე, რომელიც შემოვიდა და მოაზროვნების წინააღმდეგ ამ შემთხვევაში თამაშობს პრინციპული პოლიტიკის მკვლევარი იუდა მეფარიშვილი. მოხალხე, რომელიც შეწუხდა და გამოგვიგზავნა კითხვა, დიდი მადლობა მას. უკვე საინტერესო. ესე იგი, 2022 წლის 25 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაფიქსირდა ყველაზე აბსურდული და ყველაზე მოკლე პოლიტიკური მანევრი. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გელა ჩავლეშვილმა პრინციპულად დატოვა უმრავლესობის ფრაქცია ქართული ოცნება და გადავიდა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ხალხის ძალაში. შავრაზმულ გაერთიანება ხალხის ძალაში. ყურადღება შეკითხვა. ამ პოლიტიკური სიმტკიცისა და დაუმორჩილებლობის შემზარავი აქტის შემდეგ რა იყო ის მყისიერი ქმედება, რომელიც ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა იმავე დღეს შეასრულეს, როგორც დემონსტრირება იმისა, რომ თავარია პატრონის დაკვეთა შეასრულო და სადაც გინდა იქილოცე, გინდ ქართულ ოცნებაში და გინდ ხალხის ძალაში. მაგ იურიდიულ აბრადაკაბრაში შეცდომა დაუშვენ მაშინ, რომ ეს პოსტი დაატოვებინენ, ეს არ იყო აუცილებლობას არ წარმოადგენდა და შემდგენ ესევე შეცდომა გამოასწორენ და ისევ დანიშნენ. პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ მეო რახან ტოვებო ქართულ ოცნებას, მეო არ შემიძლიაო თანამდებობა მეჭირო. ხო, მაგრამ თვითონ შეცდა, არასწორი ინსტრუქცია ჰქონდა. ხო და მე ეჭვი მაქვს რომ ვერ გაიგეს. ვერ გაიგენ ამათმა. ამათმა ვერ გაიგეს რა უნდა იქნას. როგორ უნდა შეესრულებინათ. ხო, და თუმცა ვაჟკაცურად ადგა ადამიანი და გადადგა რა, იმიტომ რომ სხვა პოლიტიკურ ძალაში გადავიდა, მაგრამ არ გასულა მცირე ხანი და ოცნების დეპუტატებმა დაანომინირეს ისევ იგივე თანამდებობაზე და როგორც მახსოვს ძალიან დიდი ტაშის გრიალით აირჩიეს. ჩვენ მაშინ ვესწრებოდით საკრებულოს ხტომებს, ჟურნალისტები და კულისებიდან ვიცი რომ შეეშალათ უბრალოდ. ხო. არ უნდა ასე თლად გაროზგვა, ფორმალური გაროზგვაც არ იყო აუცილებელი. ხომ შვენივრად შეეძლო კაცო გადასულა. ბევრი მიყვა მაგას ზრუგში. ბატონი ეროდი გორდელაძე, ხალხის ზალა და მესამე კიდევ აღარ მახსოვს. ხო, ეს წინა პერიოდში ეგენი არ მახსოვს, მაგრამ მაგის მახსოვს, იმიტომ რომ ეგრევე მოხდა. მე მგონი იმავე სხდომაზე მოხდა თუ არ ვსვები, მაგრამ კითხვა რა იყო? სხდომამდე მიაღწია, არ მიაღწია მაგალბამო სხდომამდე. იმეორებ კითხვას. ხო. რა იყო ის ქმედება, ეს შეასრულეს საკრებულოს დეპუტატებმა. ეგ იყო პირველი რომ დემონსტრირება იმისა, რომ თავარია პატრონის დაკვეთა შეასრულო და სადაც გინდა იქილოცე. დააბრუნეს. გვაქვს პასუხი რა. ვინ უპასუხებს მეგობრებო? რავი, ბატონო მადიმე, მე უპასუხო, ისე, ოკეი, კაი, რავი. მოკეთ ძალიან მალევე აღადგინეს იგივე თანამდებობაზე. და აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი ის იყო, რომ ნომინაცია მან რამდენიმე საკრებულოს წევრმა უნდა დაანომინიროს, სანამ არჩევა აირჩევ რა თანამდებობის პირს და ნომინაცია გაუკეთა ქართულმა ოცნებამ და არა ხალხის ძალამ. შეიძლება ხალხის საბოლოოდ რო თქვა პასუხი რა არის ბატონო? დავაბრუნეთ. სტატუს კვო აღადგინეთ. საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ და ასე მხიარულად გრძელდება დღესაც. კი ბატონო, პასუხი მიღებულია და ეს სწორი პასუხია. რადგან იმავე სხდომაზე უკვე ხალხის ძალის წევრი გელა ჩავლეშვილი აირჩიეს იმავე საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ქართული ოცნების წევრმა გელა ჩავლეშვილმა სრულწლოვანი დატოვა. გააკვირდა მაგ პერიოდში, ეხა არ მახსოვს, ამდენ 46 წევრი ყავდა ოზურგეთის საკრებულოს და ხალხის ძალას მაშინ ოპოზიციაში გადავიდა 3 წევრი ქართული ოცნების რა. ხო და რა თქმა უნდა სრული უმრავლესობა ჰქონდა ისევ ქართულ ოცნებას, მაგრამ მე მგონია რომ დაუფასდა შრომა და ამიტომაც აი ესე ვთქვათ პოლიტიკურ იმას არ მიაქციეს ყურადღება გემოვნებას რა. აი ესე დემოკრატიულად აირჩიეს ოპოზიციის წევრი. მეგობრებო, ვინაიდან მაგიდაზე არის ერთი. აღარ ვისვრი ხო პირდაპირ. აღარ აქვს აზრი და პირდაპირ გავხსნა და წავიდეთ. ხო, ისე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ამჯერად საკრებულოს Facebook გვერდის ნიუსი. ალბათ ამ ნიუსში აფასებ კარგი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო, საბიუჯეტო და სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
ალბათ. კომისიების წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომელიც საკრებულოს მორიგ სხდომაზე იქნება განხილული. აღნიშნული პროექტი შეეხება თანხმობის გაცემას სკოლამდელი აღზრდის ცენტრის და სოფელ ცხენისხიდის საბავშვო ბაღისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გრანტის მიღების თაობაზე. ეხლა მივხვდი იმა რატო თქვა გადაცემაში, გაიგე? აქ ზატო, აქ კარგად იქცევა გერმანიის ელჩი და ამიტომ შვენივრად თანხმობას როცა კარგად იქცევიან, ჩვენს ადეკვატურები ვართ. ხო, ანუ ფულს მივიღეთ, პრობლემა არ არის, უბრალოდ რო გავაფუჭებთ რაღაცას უეთყვით. მიზნობიობა შეეშვითო ალბათ. ხო, არ გვითხრაო რა, ამ დროვაშავით უგეუნებით წყისო. ანუ უნდა გავიხსენოთ ისე აგერ ახლა გავლილი ამ კითხვა რომ ესე იგი საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე არის ადამიანი ამ შემთხვევაში რომელიც არის ხალხის ძალის წევრიც და ხალხის ძალა რა შაუბნელია და რა სამბობს საერთოდ და როგორ პოზიციონირებს თქვა ევროპულ ღირებულებებთან ევროკავშირთან გრანტთან მიმართებაში ყველასთვის დავცალოთ ესე იგი პოლიტიკისგან და მიუდგეთ ესე იგი სხვა კუთხიდან ახლა მას ადგილობრივი ობივატელის კუთხით რომ მიუდგეთ ესე იგი გერმანელები გვიშენებენ ცხენისხიდში ბაღს კი არა მარტო ანუ ორადი გერმანელები გვაძლევენ ფულს და ვინაშენებს მაგაზე არა მაგი არა იტო ობივატელი ამბობს ბაღს აშენებს გერმანელები მაგრამ თუ წინა ხელისუფლებას რა პრინციპი ჰქონდა როცა ევროკავშირმა 11,600,000 მოგცა ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის და პარალელურად უამრავი გრანტები იყო მაგალითად ნატანებში ბაღი მშენებლობა მიდიოდა მერი მაგალითად ამთავრთალაგვაზე დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს რომ ანუ ევროკავშირს თლიანად ხსნიდნენ იმედა. ახლა ეს დარწმუნებული ვარ საყვედურს მიიღებს ეს ამ ნიუსის ავტორი, იმიტომ რომ ამას ევროკავშირი არ უნდა ეხსენებია. ევროკავშირი არ ეხსენებია გერმანია ახსენა და არ უნდა ეხსენებია გერმანია, არ უნდა ეხსენებია გერმანია და ამ პრობლემაა უკვე. ამას უნდა ეთქვა რომ დიდი მადლობა მთავრობას. უცებ რაღაცა 20 ლარი შეეტანა რეგიონალური მუნიციპალური განვითარების ფონდს და მთელ მადლობას მუნიციპალური განვითარების ფონდიც აიღებ და ასე აკეთებენ ესენი საერთოდ. მე მგონია რომ რაღაც სატრენინგო კურსი უნდა გააკეთო და დაატრენინგო მუნიციპალიტეტის ამას ახლა შეცდომა გაეპარა და მე მგონი ახლა ჩასწორებული იქნება უკვე. შეცდომა რა ფაქტობრივად თვითონ ამ დადგენილი პროექტის სათაური იყო ესეთი რომ გერმანიის ფედერაციული ხო მაგრამ სათაური ხო მაგრამ ახლა მე ჭანუაშვილის ამბავია ჭანი ვერ ამოიღო აქ სხვა ამბავი არის რა აქ პიარს კი არ შეეშალა საკრებულო მიხკარა რა ანუ საკრებულო დადგენილების ტექსტში დაწერა ეგ რა და იმას რა უნდა ეკნა მე მგონი ყურს აუწევენ საკრებულოს ხო და პირდაპირ აიღენ და დადგენილება გადაანიუსა ხო ამას ეს რა ეკნა ხო და გერმანია ამოეღო უნდა მაგრამ მარტო ვერ გაბედა შეიძლება ხო იმიტომ დადგენილების პროექტი ახლა ყველაფერზე ახლა თუ თითოს ამხარაზე შეაწუხე ახლა კი მოხსნია და მაშინ ხო სად არის ამდენი დრო აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ეს პატარ-პატარა ჩეპები ჩვენ უნდა ვისარგებლოთ რა. უბრუნდები ნეპოტიზმსა პიარს ისე პრესამსახურს. ხო, ანუ შენ კარგად იყენებ მოგეთ მაგათ რესურსებს რა. არა მარტო ფოტოებს, არამედ რაღაცა. ნიუსებიც არის idеალური და სამწუხაროდ არ ვაქცევთ ყურადღებას როგორც იმსახურებზე ეკუთვნის. ზოგი არ აქცევს და ზოგი ვერ, იმიტომ რომ დაბლოკილია Facebook გვერდზე. მე ჩემ თავზე არ ვიზახიავ შეიძლება. ხო და არის საინტერესოა. საერთოდ დიდი მადლობა გერმანიას რა თქმა უნდა და მის ელჩს. შემდეგი კითხვაც პრინციპულად ეს არაფერს არ შეცვლის, თუმცა მნიშვნელოვანია რომ მოაზროვნები კი ბატონო. ჩვენ უკვე გამარჯვებული ვართ. პრესტიჟის რაღაცა გოლი რო გაიტანოს პროპაგანდა. იმარჯვებენ მოაზროვნები, მაგრამ ეს კითხვაც მოვისმინოთ. ამ შემთხვევაში მოაზროვნეების წინააღმდეგ თამაშობს ახალგამოცხადებული ტენდერების მკვლევარი და არალეგიტიმური ხელისუფლების შეძლებული მხარდამჭერი ანდრო მდივანი. ოზურგეთის საკრებულოს ფრაქციის წევრები, მათ შორის ხალხის ძალის დეპუტატები, საჯაროდ აცხადებენ, რომ ევროკავშირი და გერმანია მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ღირებულებების განადგურებას. ამის მიუხედავად, მუნიციპალიტეტი სიამოვნებით იღებს ამ საფრთხის შემცველ ევროპულ დაფინანსებას, ხოლო ამავდროულად იგივე პოლიტიკური ძალა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უგზავნებს მსგავსი გრანტების მიღებას. კი ბატონო. უცხოური გავლენის მოტივით და ცდილობს მათ აგენტის იარლიყი მიაკეთოს. ყურადღება შეკითხვა.
რა არის ის საიდუმლო ფილტრი ან ქიმიური პროცედურა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო და იურიდიული საკითხთა და ეთიკის კომისიები უტარებს გერმანიიდან შემოსულ ევროს, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ფული არ შეიცავს დასავლური ლიბერალურ ღირებულებებს, სანამ ბიუჯეტში შეიტანენ. საერთოდ თემა ისეთი არის, ახლა მაინც საბავშვო ბაღი ბაღებთან ბავშვებთან ასოცირდებოდა, აქედან გამომდინარე მიჭირს ცოტა გათხოვებებზე და რაღაც ჯანდაბებზე ლაპარაკი, რასაც თქვენ რასაც ხოცი ევროკავშირს ცდილობს რომ დააკავშიროს, მაგრამ რა ვიცი, სერიოზულად უპასუხო შორსა ვარ ძალიან. რატო კაცო და უპასუხო? ხუმრობითაც მაგ თავარი რა არის? თავარი არის რომ კრიტიკულად მოაზროვნე ან ხელისუფლებისადმი ლოიალურად თუ გინდა განწყობილმა ადამიანმა ლოიალურების აღარ აწყობთ უკვე აღტკინება უნდა აღტკინებული მხარდაჭერის შექმნას და შექმნას ცდილობს კოცობა რომ მისივე მათივე ენით რომ თქვა კისლაროდი გადაუკეტოს ანუ რომ არ იარსებოს ამ განსხვავებული აზრებს მქონე ადამიანებმა თორე თავისუფალ ადამიანებმა მოდი ესე თქვა და განსხვავებაზე კი არ არის ანუ ესენი არიან მოწინავე თავისუფალი ადამიანები თავისუფალი ეს ძალიან სერიოზული მსჯელობის თემაა მაგას ვერ არჩევენ მამდონემდე ვერ მიდიან განსხვავებული თავისუფალი რაიცის ახლა ემანო აკელა ჩავლეშვილი მაგრამ რაიცის ახლა ადამიანი თავისუფალი მისგან განსხვავდება და უკვე თავისივე სეტერივით იძაგრება უკვე რო განსხვავებული ამასობაში დავადგინეთ რომ სეტერი წყორლია ხო და ახლა ხელისუფლებას ყველა მხრიდან უტევენ ხო დღეს უკვე ალტინფოც უტევს და პატრიოტ ალიანსის ასე რომ ჩვენ მაინც განსხვავებული კი ბატონო თავისუფლება ვთქვათ მაინც აქედან გამომდინარე მაგრამ ფიქრობ ის უფრო სხვა ტიპის არის არანაირი მორალისგან პრინციპებისგან ყველანაირი მიდგომისგან დაცლილი არის ეს რასაც ეხებოდა ეს კანონები გრანტების შესახებ და ფარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ვცდილობ რომ ეხლა 30-იან წლებში რომ იყო ისე ვერ მოკლავენ ხო ვერ დაგხურეთენ და სხვათაშორის ჩვენ წარმოვადგენთ სურვილი აქვს იმის პარალელი იარაღი თქვია თუ ქიმიური იარაღია ხო და აი რა ისე თქმა მინდა იცით ჩვენ ფაქტურად ვემსგავსებით იმ ხალხს ვინც 21-24 წლებში დახვრიტეს ხო და 30-იან წლებში აი ჩავლეშვილის ნაირ ხალხს ძირითადად ხურეთდნენ რა ძალიან ბევრი მაგალითად ხო და აქედან გამომდინარე ეს ხალხი უნდა მიხვდეს რომ სანამ ჩვენ ვართ მეხამრიდები აქამდე ჩავლეშვილამდე ვერ მივლენ სანამ ჩვენ ვართ ხო და ჩვენ რომ მოგვითავებენ მე მისი ჯერი დადგება მე ყველასთან მივლენ კი აი ბუხარინის კომპლექსი კიროვის კომპლექსი ცოტა წაიკითხონ უნდა ბევრი გაიჭირონ იმიტომ რომ მე მათ ყოფნა არ ყოფნას ეხება საქმე ჩვენ შევეცდებით რომ დიდხანს ვიყოთ მაგრამ ხო შეიძლება მიგზაგელოვანი ჩვენი ერთ დღეს თქვათ რომ მე მაპატიეთ ხო მაპატიეთ დანაშაული არ დაბრუნების ახლა თუ წავედი ვეღარ დაბრუნდი და რა შობა გელა მე ვეღარ შვება რა გარემარბათაც აღარ იქნება გარემარბათ და ეხლა ფაქტიურად გვინდა თუ არ გვინდათ ცოტა რა ქვია ბებიაჩემი ასე თქვა თავის გაქანება თუ რა ქვია მაგას ამათენაზე არ ვიცი ახლა დავშორდით ერთმანეს კლასობრივ მტრებად გვაქციენ ქორწილებში აღარ გპატიჟება დაბადების დღეს ჯვარი წერია და რა ვიცი მოუწევთ რა რაღაცებზე დაფიქრება მოუწევთ მაგრამ სანამ გვიან არ არის მანამდე რომ დაფიქრდეთ არის რაღაც წერილი რა შეკითხვა რა იყო რასაც ესე იგი ქიმიური პროცესი რა არისო როგორ შეაქვთო ბიუჯეტში ეს თანხაო რა ფილტრი რა არის ხო და ფილტრი რა არის და ფილტრი არის ის რომ სულ ფეხებზე კიდიათ ეს ფილტრების ხელოვნურია იციან რომ ეს საფრთხეებიც თითიდან გამოწოვილია რანაირ საფრთხეები არ არსებობს და თანხა მიაქვთ ჯიბეში უფრო კარგად იმას იზამენა. ყოველ შემთხვევაში ეს ადაპტირებული მეთოდია, ახლა უამრავ მილიონობით თანხაა წასული, აი აგერ ახლა მაგალითად სად წავიდა მილიონები ევროკავშირმა რომ გამოგზავნა, კუბოები გავაკეთეთ, ხო? მე ეს კუბოები ავიღეთ და სადღაც წავიღეთ. ისე რომ წავიღეთ ეგ არ იყო ცუდი. არ იყო რა თქმა უნდა ცუდი, მაგრამ ამაში მილიონები წავიდა.
რა თუ არსებს 70000 იყო ერთი კაი კლუბო. ეხლა ვფიქრობ ფილტრზე რა შეიძლება რა ფილტრი უნდა არანაირი ფილტრი არ იქნება რა თუნდაც ფილტრი. აქ სარკაზმია ცოტა ჩაქსოვილი მე ესე მგონია ესმის მოქალაქის მხრიდან. ხო და აი უყურე მან ალბათ ანდრომ დივანი ახლა ასეა რომ იყოს ისეთი სამსახური რომ მამრობითი იყოს შეიძლება მაგ ფილტრები ჩადონ რომ ეს არ გათხოვდეს ვიღაცა გერმანული ფულით ნაკოები მამაკაცი ძალოვანი სისტემა რო იყოს უარს ვიტყობდნენ არ მეიღებენ არა მაგალითად ახლა ძალოვანი ან მამაკაცური პროფესიის რაღაცა რო იყოს ცოცხალი თავით არ დაუშვებდნენ აი ფილტრი ეს არის სხვათა შორის არ დაუშვებდნენ ევროპულ დაფინანსებას რავი თემა მოიტანა კი არა და პრინციპში არ ვიცი ხა რაღაცა ამასობაში ერთი ნიუს გამოგვეწია კიდე რა ესე იგი ბატონი ვასილ ჩიგოგიძე არის ესე იგი საპარლამენტო გუნდის ხელმძღვანელი რომელიც პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე რომელიც არის იმ ჯგუფის ხელმძღვანელი რომელიც ალაგებს მეგობრულ ურთიერთობებს ინდოეთთან და დღეს ინდოეთში იმყოფება რა. ამაზე ინდოეთში თუ ინდოეთის რეგიონი? ნუ ინდოეთთან თლიანად კაცო ეხა მარტო ინდოეთი? ბატონო და თქვენ ფიქრობთ რომ ბატონი ვასილი იმით ინდოეთში ფილტრები ჩამოსატანად არის. მაკითხენ მივყავდა საუბარი. მოგეთ ინდოეთთან ვალაგებთ ურთიერთობებს და ფილტრები მოგვაქვს რა. ანუ რეექსპორტს აკეთებს ეს კაცი. იმიტომ რომ სტარდება ეს ფული ხო. კარგი, პასუხი გუნდს და სხვათა შორის არა მარტო ისა, ისიცაა წასული რა ქვია იმას. ესე იგი და ვასილ ჩიგოგიძე გახდა ბატონი 420. სიმღერით თუ ჩამოვიდა. ესე თუ ჩამოვიდა ჯოხი. ხოხარი კი მოუხდება ესე. მეგობრებო დრო ამოიწურა საკმაოდ დიაპაზონი ჰქონდათ აი ბოხვაურიდან ვიდრე ინდოეთამდე შესაბამისად ველოდები პასუხს ოკეი ზუსტად როგორ ფილტრები არ ვიცი მაგრამ ჩვენი პასუხია რომ ინდოეთიდან მოაქვს ფილტრები რა ვასილ ჩიგოგიძე კი ბატონო პასუხი მიღებულია და მყარად დგას ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე პასუხი მიღებულია და მე თუ მკითხავთ მე შემეძლო ეს პასუხი მიმეღო მაგრამ როგორც ბატონი ანდრო ფიქრობ კი ეს პასუხი არ არის სწორი და მოგასმენიეთ ბატონი ანდროს აზრით რა არის სწორი. დიახ. რომ ბატონი ანდრო თვლის რომ საშუალო დონის ქოცი ჩინოვნიკი ხელს ისეც არაფერს არ მოკიდებს რაც არ იჭმევა. ეს არის პასუხი. რაც არ იჭმევა. ამიტომ ფული რომელიც მას მიაჩნია რომ ფული რომელიც გერმანიიდან დაფინანსებით არ არის იმდენად საფრთხის შემცველი რაღაცა ვერ ჭამოს რომელიმე საშუალო ჩინოვნიკი, მაგრამ ამიტომ მიიღო თანხმობა. ისედაც ბევრს ჭამს ეთყობა და მოტივი არის ეს რომ არ მე მგონია რომ უყურე მან რახანა ბატონი ანდროს ნაზრებს გავაგზელებ რომ შეხედე ანუ ბიუჯეტში რო შევა ეს ფული მერე აკაია გასახრავად ანუ ადვილია რა მერე გახურხნი ტენდერში კი ბატონო გაიმარჯვეს მოაზროვნება ვეშაკის ეს იყო ჩვენი რაღაცა ნახევრად ინტელექტუალური გადაცემა რასად იმედი მაქვს რომ ძალიან მალე კიდე ახალი ამბები და ახალი კითხვებით დაგიბრუნდებით მადლობა მაყურებელს მადლობა